მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს ამ ქვეყანაში. ეს არის სიბინძურე, რაც საკეთებენ და ყველა ადამიანს უნდა სწხვენოდეს, ვინც ახლა ამაში მონაწილეობას იღებს, რაც ეხა ხდება ახალ თეატრში. რაც შეეხება იმას, ჩვენ რატო გავუკეთეთ ეს განცხადება, მე მგონი ეს ამბავ გავუწევენ ნათელია, ის პროცესი, რომელიც მიდის ჩვენი კოლეგების მხრიდან, აი საუბარი ამ ერთობაზე, დოკუმენტზე, რომელიც ერთგვარ რაღაცა ერთობას განსაზღვრავს, ამაზე საუბარის ისეთ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ ვალდებულად თავი ქართული საზოგადოების წინაშე, რომ გვეთქვა რა არის ჩვენი პოზიციონირება. ვთვლით და გვჯერა და ვიცით, რომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აინტერესებს, სად ვიქნებით ჩვენ, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ იმ დამოკიდებულებიდან, რაც გვაქვს, იმ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებიდან, რაც გვაქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესთან, განსაკუთრებით აი ამ სიგიჟეში, რაშიც ეს ქვეყანა დღეს არის, ჩავთვალეთ საჭირო რომ გაგვეკეთებინა ჩვენი განაცხადი და გვეთქვა რომ ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესში დამოკიდებულად პოზიციონირებას. ბრძანეთ რომ ეხლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ანუ ელოდით რომ რაღაც განცხადება უნდა გაკეთდეს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ვინც შესაძლოა შეთანხმდეს ამ ერთობაზე და ეხლა ამ გადამწყვეტ ფაზაში ჩათვალეთ საჭიროდ რომ ხაზი გაგესვათ რომ თქვენ ბრძოლის ველზე გირჩევნიათ დარჩეთ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი? კი, გადამწყვეტ ფაზაში გულისხმობ იმას, რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ ხო, სულ რამოდენიმე დღე დარჩა, მანამდე სანამ ამის დეკლარირებას გააკეთებენ, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათთანაც გვქონდა საუბარი, კონსულტაციები, უბრალოდ ჩავთვალეთ საჭიროდ, ეხა გაგვეცხადებინა, რომ ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად. რა არის ისეთი, რაღაც ერთგვარი შეუთავსებლობები დაგანახათ, ან დაგანახათ აუცილებლობა, რომ თქვენ უფრო იქნებით ღონიერი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი? გამომდინარეობს ეს ყველაფერი იქიდან, რომ ჩვენ გამოდივართ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან. ჩემთვის ერთობა და ჩვენთვის ლელოში ერთობა არ არის თვითმიზანი. ერთობა როგორც რაღაცა უბრალოდ შეკრება პოლიტიკური პარტიების არ არის თვითმიზანი. რატო? იმიტომ რომ ჩვენთვის თვითმიზანი ამოცანა და სტრატეგიული მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის როგორც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მტერის განეიტრალება და ხელისუფლებიდან მოშორება. ეს არის თვითმიზანი. ერთობა უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც ამაში გვეხმარება. ის მოცემულობა, რა მოცემულობას დღეს დაждდა, არ მინდა არაეთიკურად გამოჩნდება, თქვა, ვილაპარაკო დეტალებზე იმ დოკუმენტისა, რომლის შესახებ მე, მაგრამ საზოგადოებისთვის კოლეგებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ, ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის რაც იქ წერია, რასაც ისინი, რასაც ჩვენი კოლეგები, რა თქმა უნდა, ისე არ ავაკეთებდით ამ განაცხადს, რომ არა დეტალურად გავცნობთ. ანუ გაეცანით და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ გინდათ იყოთ ამის ნაწილი. არ გვინდა ვიყოთ ამის ნაწილი, არ თვლით, რომ აი ეს ერთობა, რომელიც ახლა აი ამ დოკუმენტით იქნება განსაზღვრული, არის ის სტრატეგიული გეგმა და ის ხაზი, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში მეტ წვლილს შეიტანს. ჩვენ მგონია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში და ზოგადად ვთვლი, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება არის ის, რაც ახლა უნდა დაუპირისპიროთ ივანიშვილს. რატო? შეხედეთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, ხო? აი ვითარება, ვინმე ხო ვერ მეტყვის ქალბატონო, ვერც თქვენ და ვერც მე, ამდენი წელია ქართულ პოლიტიკას აშუქებთ, ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ აი ეს ვითარება რაც ახლა გვაქვს, ამაზე უარესი ბევრი რამე გვინახავს. რავი, ხელისუფლებამ ყველა ზღვარი არ გადალახა. ყველაფერს არ აკადრებს, ქართულ ხალხს დღეს აკადრებს. ნამდვილად არ სუვერენიტეტს მართლა არ ყოფილა ესეთი. ნამდვილად არ გვინახავს, არასოდეს გამიშუქებია, რომ ტროტუარზე დგომის გამო იჭერდნენ ადამიანებს. არასოდეს ყოფილა, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შენთვის მიუღებელია ესა თუ ის ადამიანი, ბიზნესმენია, ექიმია თუ მასწავლებელი, ყველას ერთად რეპრესიები კანონის სახელით გაუყურებო, აკრძალო ოპოზიცია და ციხეში ჩაყარო ამდენი უდანაშაულო ადამიანი მართლა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეს. ნამდვილად. ამის მიხედვით ხო ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი გადალახულია. მაგრამ პრობლემა არის დღეს იმაში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნის დღეს სახელმწიფოებრიობის არის ის, რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა მოქმედებაზე არ გადადის. არ გადადის ეს საზოგადოება, ამ საზოგადოების წნეხი ისეთი არ იგრძნობა აი ამ ხელისუფლებაზე და ჩემი აზრით აქ მთავარი პრობლემა არის ალტერნატივის დანახვა. მომავლის დანახვა იმ პოლიტიკურ ოპოზიციაში, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.
წარდგეთ იმ შინაარზე, რომ რა იქნება მე, როგორია ეს ცვლილება და როგორია საქართველოს მაგალითად აი როგორ უნდა გადარჩეს ამ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ხალხი წავა, აუცილებლად წავა ივანიშვილი, აუცილებლად მოშორდება ამ ქვეყანას, მაგრამ ამ ქვეყნის როგორც სახელმწიფოს რეპუტაცია ძალიან დიდი ხანის აშენებელი გვექნება თავიდან. ამიტომ ამ ალტერნატივას ჩვენ ვთვლით, რომ დამოუკიდებლად რაღაცა დამატებითი ერთობების, რომელსაც უბრალოდ ერთობის სახელია და სტრატეგიული ამოცანა, აი ამ ერთობის სტრატეგიული ამოცანა ვერ დავინახეთ ამის თქმა მინდა, ასეთი ფორმით კი არა, შევიდეთ იმ ფორმით, რომ დამოუკიდებლად, როგორც ეს პარტია შეიქმნა, რისთვისაც ეს პარტია შეიქმნა, რატომ ვარ მე ამ პარტიის წევრი, მაგალითად, რომ დამოუკიდებლად პოზიციონირება და სხვა პოლიტიკური შეთავაზება, განსხვავებული პოლიტიკური შეთავაზება ქონოდა. ამიტომ აი ეს თავისუფლება გვინდა გქონდეს ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და მთავარს ვიტყვი რა, არ შევალ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დეტალებში ამ დოკუმენტის, მაგრამ იქ ძირითადად რაც წერია, მაგალითად არის ქცევის კოდექსი. გავტორინგა ჩვენ ამ ქცევის კოდექსს, ანუ თავდაუსხმელობა ოპოზიციაზე. ჩვენ ყოველ დასაწყისში ვთქვით, როდესაც ცეცხლი გაიხსნა ჩვენზე, სხვა შორის ერთობის ნაწილი ვიყავით ჯერ კიდევ, რომ არ დავესხმებით ჩვენს კოლეგებს, იმიტომ რომ გონია რომ იმ ამოცანაში, რაზეც დავიწყე საუბარი, ითის დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ამ ამოცანას არ ემსახურება. ივანიშვილის წისქვილზე ასხავს წყალს ჩვენ შორის კინკლაობა. ამიტომ ჩვენ ცალმხრივად დიდი ხანია, უკვე 9 წელზე მეტია ვიცავთ თავდაუსხმელობის აი ამ შეთანხმებას. ჩვენ ვართ ქართული ქარტიის ხელმომწერები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის პირდაპირ ვიტყვი, რომელიც უკანასკნელ წლებში ყოფილა კონსენსუსის საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. რატო? იმიტომ რომ აი იმ დოკუმენტში გაწერილი არის ქცევის წესები, ის თუ რა გვამოძრავებს, რისკენ მივდივართ და როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა მომავალში. ანუ რა უნდა იყოს ერთობის შეთანხმების საგანი, ხო? ის თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა მიზნისკენ მივდივართ და ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერები დღემდე ვართ. როგორც ჩვენ კოლეგები ყველანი და ეს დოკუმენტი ხوارსად არ გამქრალა. და პირდაპირ ვიტყვი, რომ იქ აი ამ ახალ ერთობის დოკუმენტში ფაქტიურად არის აქცენტირება ქართულ ქარტიაზე. ის არსად არ გამქრალა. ჩვენ ამ პრინციპების ერთგული ვხდებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ შინაარსობრივად ჩვენ ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის უმძიმეს პრობლემებზე. მის საერთაშორისო რეპუტაცია ერთხელ ვახსენე. იმაზე, იმ ეკონომიკაზე, რაშიც ეს ქვეყანა იხრჩობა დღეს, იმ ფასების კრიზისზე. იმაზე თუ როგორი იქნება, აი ეს რაღაცა დროებითი პარაზიტირება რუსეთ-უკრაინის ომზე, რითიც ეკონომიკური ზრდა გვაქვს. აი ეს გაქრება ძალიან მალე, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი მორჩება. მე ეს ქვეყანა სად მიდის? აი ამაზე გვინდა ველაპარაკოთ და მომავალ საქართველოს. აი ამას ვამბობ და აქ არა, ხო და ამას ვამბობ. ოპოზიციურ პარტიებს. ზუსტად ამას ვამბობ. აი რა იყო ის თავარი განმასხვავებელი? ან მოდი პირდაპირ ვიტყვი, მიუღებელი, რის გამოც ჩათვალეთ, რომ დამოუკიდებლად დარჩენა ჯობდა პოლიტიკურ ველზე. არსი, არა დოკუმენტის შინაარსი, იმიტომ რომ ნახავთ იქ გამოქვეყნდება და ამ დეტალებს ნახავთ, იქ ამაზე არაფერი არ არის. ერთი, ეს არის ნდობის ფაქტორი პროცესისადმი. არა ჩვენი ნდობა პოლიტიკური ოპოზიციისადმი, ან ის პროცესები, აი ესეთი პროცესები, რომელიც დარწმუნებული ვარ ავტორინგა, რომ ბევრი გინახავთ და იცით იმის შესახებ, რამდენი ყოფილა უკანასკნელ წლებში. ამ პროცესებმა შექმნეს მცარი მოლოდინები, პირდაპირ ვიტყვი ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ აი ეს იყო პრობლემა, რომ სტრატეგიული მიზნისკენ ერთობა კი არ იყო, ერთობა იმისთვის, რომ თქვათ, რომ ჩვენ ერთად ვართ და არ გვინდა რომ ამ თამაშში შევიდეთ. კარგით, რა რეაქცია მოყვება ამას თქვენი ოპონენტი კოლეგების ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, აი დავიცვათ, ვაპირებთ და დავიცვათ. ჩვენებს უახლოესი დღეები, ახლა მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინო, აი ბოლო დღეში მომხდარ ამბებზე, ყველაზე შემზარავი კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, სხვა შორის აქვე მაყურებელთან დავაანონსებ, რომ რეაქციაში უკვე დიდ სტუდიაში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, კრიმინალი და პოლიტიკური ელიტა როგორ არის გადაბმული კი არა და გადახლართული ერთმანეთში, აი დაწყებული იმ კადრებიდან თაზო, რომელიც ვნახეთ ორ კრიმინალურ ჯგუფს შორის დაპირისპირება პოლიციელების თვალწინ, იმ პოლიციელების, რომლებიც ადამიანებს უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაშივე იჭერენ, აქედან დაწყებული, არ ვიცი მე, ახალ-ახალი სკანდალური საქმეები თავისი ყოფილი გენპროკურორ ფარცხალაძით და სხვა მთავარი ფიგურებით. აი, როგორ შეფასებას აძლევთ ამ რეალობას, რაშიც ეხლა დღეს ჩვენ ვართ? რაღაც ახალი წარმონაქმნი, არა, ეს არ არის 90-ის გათავისუფლების თემასაც შემოვიწყდი ამავე კი. ეს არ არის 90-იანი წლები, დამეთანხმებით ქალბატონინგა, ეს რაღაც ახალი ჯოჯოხეთი არის კიდე დამატებითი, იმიტომ რომ იქ რაღაცა სხვა ამბავი ხდებოდა, ეს სხვა ქაოსი იყო, ეს სხვანაირი ქაოსი არის. ეს უკვე არის რაღაცა გადახლართვა ერთმანეთში სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელიც მთლიანად დაკნინებული, ანუ სახელმწიფო სისტემის გადახლართვა კრიმინალთან. ანუ აი ნებისმიერი აქტივისტი, მათ შორის საკუთარ თავზე გამიცდია ერთი სიტყვის
გულისთვის, რა ვიცი, მოწყალოთ მცემეს ლამის იმ სასამართლოში და ყოველდღე ვხედავთ აქტივისტებზე, დღესაც ბაია პატარაემ დაწერა, მაგალითად ის რაღაც მანდატურები როგორ ძალადობენ მოქალაქეებზე, არაფრის გამო რაღაცა ცუდი გახედვის გამო მაგალითად, ორი კრიმინალური დაჯგუფება 100 კაცი ალბათ მეტი პირუტყულად ერთმანეთს ცემდა, რა ვიცი, დედის სისხლს აგინებდა ერთმანეთს და პოლიციას ვხედავთ ამ დროს ამ პროცესისგან გვერდზე გადგომეს და შორიდან ეძახის გამოიწია. აი ამის შემყურეები ვართ. ჩვენ ვართ უკვე ქვეყანა, რომელშიც 16 წლის მოზარდს ქახლიდან მარტო ვეღარ გაუშვებ, იმიტომ რომ შეიძლება ქსივიანი ოპერმუშაკი, ამ შემთხვევაში რომელიმე დაჯგუფების წევრი კი არა, ქსივიანი ოპერმუშაკი დახვდეს და მამის გაუპატიურებით დაემუქროს და წამებით დაემუქროს და ჩვეულებრივ არაფერს კავშირში კრიმინალთან. აი ეს ქვეყანა გავხდით, იმიტომ რომ რატო გავხდით? იმიტომ რომ განუკითხაობა არის. იმიტომ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ამ ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, ვისაც სამართალი ეხება და არსებობდნენ ადამიანები, ვისაც სამართალი არ ეხება. აი ეს არის ქვეყანა, რომელშიც საკრებულოს, აი ყველაზე მარტივი მაგალითი ამის არის საკრებულოს თავმჯდომარე ჩოხატაურში ვიღაცა ერთუჯრედიანი, რომელიც პოლიციას უმოწყალოდ სცემს, იმიტომ რომ რაღაცა ქურდული გარჩევა და სადღეგრძელო არ დალია ქურდების. აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ზუსტად იგივე ამბავი რომ მოვატრიალოთ სერიალი, ზუსტად იგივე ამბავი რომ მოვატრიალოთ მაგალითად თქვენ კოლეგაზე მზია ამაღლობელზე ხელის სილის გაწვნისთვის 2 წელი ციხეში იხდა. ის გამოუშვეს კი რა ვთქვი. უბრალოდ მე შეაბრუნეს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ რაღაცა არის, რასაც ვეღარ ფარავენ და აი ამაში შევდივართ ძალიან ძიმე ფაზაში, სადაც კრიმინალური გარჩევები ხდება. აი ეს ხო იყო ეს მახსოვს, რა ვიცი. მე ამაში გავიზარდე ამ ქალაქში, რომ რაღაცა ყოველდღიურია ეს რაღაცა. ყველანი აი მაგაში გავიზარდე. ახალგაზრდა თაობა შეიძლება საკუთარ თავზე არ უგრძნია, მაგრამ აი თაობა ჩემი განსაკუთრებით ყველაზე მძაფრად გადავიტანეთ ჩვენე ყველაფერი. და ძალიან ძიმეა, ეგეც არ იქნება. ბევრად უაღრესი რაღაცა იქნება. აი დღევანდელი რუსეთის აი შერწყმა კრიმინალს და ხელისუფლებას შორის და ძალიან ცოტა დრო დარჩა ამ ქვეყანას. ეს არის ერთი პლასტი, მეორე ამბავი არის, რომ საერთაშორისო ფლანგზე საქართველოს კი არა, მთელი რეგიონის ისტორია ხა იწერება. ხო და ნათქვამი არის, რომ არის პერიოდები, როდესაც დღეებში წლების ისტორია იწერება. მაგ პერიოდში ვართ ეხა მაგალითად ჩვენს რეგიონში და ეს ისტორია იწერება საქართველოს გარეშე. აი რაღაცა საქართველოს სახელმწიფოს გაკვერცხების პროცესში ვართ და გააკვერცხეს. გავიგე ხო? იქ JDS-ი ჩამოდის და ესენი აქ პარლამენტში ზიან და მართლა ლაპარაკობენ გოჭი როდის უნდა გაჩნდეს და კვერცხი როდის უნდა არის სასურველი რომ დაიდოს. აი ამაზე აი ამ კრიმინალურ პოლიტიკურ მართლობას როგორ ვერევით თუნდაც თქვენ როგორც ამბობთ რომ დამოუკიდებლად უნდა იოპერიროთ მომავალშიც პოლიტიკურ ველზე ან ერთობლივად იდეების თანხვედრაო ახსენეთ ანუ აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ როგორ ვამარცხებთ აი ის რაც მაგალითად ბატონო თაზო დატრიალდა გიორგი ბაჩიაშვილის თავს კიდევ ერთი კრიმინალური ფილმია. ადამიანი ჯერ როგორ გადაწყვიტეს რომ ციხეში უნდა ჩასვან, მერე როგორ მოიტაცეს და როგორ ჩამოიყვანეს თვითმფრინავის ბორძე სუსის მაშინდელი უფროსი ოხანაშვილი. მერე რა მოუწყეს საკანში, კინაღა მოკლეს ადამიანი, მერე რა ბუნდოვანება და ბურუსით მოცული ამბავი ახდა ციხის უფროის გათავისუფლება, მერე ის თვითკვლევს ამბებდა. ეს ადამიანის უცებ საპროცესო, ხო, საპროცესო გარიგება, აი არ ვიცი რა შეფასებას აძლევთ. ჩვენ კიდევ არ ვიცით რა ხდებოდა იმ ციხეში შიგნით. იმიტომ რომ ერთხელ რაც ცხადი გახდა, რაც ხდებოდა გიორგი ბაჩიაშვილის თავს, ჩვენ არ ვიცით კიდევ როგორ გაგრძელდა ყველაფერი. იმიტომ რომ ეს სისტემა ხო ჩაკეტილი არ გვესმის. ქავტონინგა, თავარი არის თქვენ თქვით, კი ჩვენ პოლიტიკურად როგორც პარტია ვაპირებთ მომავალში ეხა პოზიციონირებას დამოუკიდებლად იმისთვის, რომ აი ეს ალტერნატივა დავანახოთ, რაც ჩვენი აზრით სჭირდება ბიძგად ამ საზოგადოებას, რომ ცვლილება არის მარტივად შესაძლებელი და ამ ცვლილების მერე საქართველოს ესეთი არ იქნება და ამ კრიზისიდან გამოვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კოორდინირებას ჩვენ კოლეგებთან, ყველასთან მათ შორის. ხო, ნაწილი არის ჩვენი კოლეგები, ვინც თუს მაგალითად გახარიას გულდი, რაღაც იყოს გარიყული. ჩვენ ეგრე არ ვთვლით. ჩვენ ვთვლით, რომ გახარიას გულდი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში და მასთანაც უნდა ვილაპარაკოთ. აგრეთვე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ყველა დანარჩენ კოლეგასთან. იქ სადაც იდეური, სტრატეგიული თანხმდები გვექნება, აუცილებლად ერთად უნდა ვიბრძოლოთ. აი ამ ჯოჯოხეთიდან გამოსავალი არის დიდი ერთობა, ანუ საზოგადო
საზოგადოების დარაზმვა იმისთვის, რომ აი ეს ყველაფერი დამთავრდეს. იმიტომ რომ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ გადავა ქმედებაზე, ეს ყველასთან მივა, ქალბატონო ინგა, ეს ხო ჟანრის კლასიკა არის და არ ვლაპარაკობ რაღაცა იმეებით, შორეული მაგალითებით. ანუ ვიღაცა დღეს თუ ზის სახლში, აი პირდაპირ თუ ქოცია, რაღაცა კარგად არის და ჩუმად არის და წყნარად არის და რო კითხავ როგორ ახარ ჭკვიანად გიპასუხებს აი საშინელებას. აი იმას თუ გონია დღეს რომ მას და მის შვილს არ შეეხება ეს ყველაფერი. რავი, გაიხსენოს, აი სად არის აი ეხა მე და თქვენ რომ საუბრობთ და ალბათ ტელევიზორში გვიყურებს, სად არის გრიგოლ ლილუაშვილი, ღმერთი ამ სისტემის. სად არის ირაკლი ღარიბაშვილი? სად არის ოთარ ფარცხალაძე კაცი? ხო, რა ვიცი, თავგასულობის რაღაც საუკეთესო მაგალითი. და იყო, არ ვიცი მე, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე დამლაგებელი, რომელთანაც მაპატიონ ჩვენმა ნაცნობმა ბიზნესმენებმა და მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ფარცხალაძის გარეშე აქ ბიზნესები არ საარჩევნო პერიოდებში განსაკუთრებით რიგი რო ერგა ხოლმე ან სად არის ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და ასე ამიტომ არავინ არ არის. მე დღეს თქვენი ეთერით მინდა რომ აი იმასაც მივმართო. აი თავს ქოც რო ეძახის რა დღეს შეიძლება ჩვენი ამ ეთერის ქვეშ კომენტარი დაწეროს და გაგულანძღოს მე და თქვენ. აი ამ ადამიანსაც მივმართავ რომ არავინ თქვენ არ ახართ დაზღვეული ამ ყველაფრისგან. იმიტომ რომ აი ამ სისტემის ანატომია ეგ არის. ეხა რაში ვცხოვრობ? ყველაზე ცუდ ფაზაში ვცხოვრობ წინამდვილეში. რო წარმოვიდგინოთ რაღაცა მოსაკლავად, დასაკლავად ყობახიძეს და მის აი ამ გუნდს, აი ამ რაღაცა ახალ ჯიშს, ქართული ოცნების ლიდერშიპისა, ახალი ჯიშის ვამპირებს, როგორ მიყავთ დასაკლავად თავისი წინამორბედები. მისი გუნდის წევრები, ეხა ისე არ იყოს, რომ თითქოს წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკობს, ირაკლი ყობახიძე იმ უმრავლესობის ლიდერია, ეგ ხალხი ეხა ციხისთვის რო არის გამზადებული და ციხესირშინოზის ყველა რო პარლამენტში დაამტკიცა და მწვანე ღილაკს უაჭერინა იმ ცოცხალი გვამების არმიას იქ. აი ეგ ხალხია ეს და აი ეს გათავდება, აი ეს შვილები, აი დასაკლავად მისატანი ივანიშვილთან გათავდება სადღაც. მე ქვემოთ წავლე. ეს სისტემა ძალადობრივი სხვანაირად არ მუშაობს. ის ოპერმუშაკი რატო გამოვიდა მაშინ? აი იმ 16 წლის ბავშვს რატო უკნა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ იმ ოპერმუშაკს მაშინ როდესაც ჩვენ საცემრად უშვებდნენ, ჩვენ სახლებთან იცდიდნენ მიტინგებზე, უმოწყალოთ რო გვცემდნენ, მაშინ მიუშვეს ყველაფერი. მე პრემიები და ღირსების ორდენები მიცეს და იმას ეს გონია იმ ვიღაცა ქსივიან არარაობას. დღეს გონია რომ იქ რო მივიდეს, აი სადაც ხარება არის, ეს ამ თავებზე უნდა გაიაროს, ჩვენი შვილების თავებზე უნდა გაიაროს და ეგ აღარ არჩევს. აი ეგ როცა ხდება მასიური, აღარ არჩევს ვინ ქოცია, ვინ იმის შვილია, ვინ ამის შვილია, ყველას ეხება, ყველასთან მივა და ნუ დაელოდება ეს საზოგადოება და მათი მხარე იმას, რომ ყველა სახში შევიდეს ეს ძალადობა, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. აი იმით დამთავრდეს, რაც სასამართლოს ეზოში დავინახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.